მე მოგიყევით. გახსოვთ, ერთმა სასულიერო პირმა რომ მოყვა, სახში რო ადიოდა და ადამიანი რო იწვა. იწვა ადამიანი ძირს მის სახლის კარებთან აი უპოვო სიცივე იყო საშინელი გარეთ. საჭმელი რაღაცა გამოუტანა მისსა და შეიხურა კარი და შევიდა. და რა სანამ შევიდა, აი ესე ამომხედაო. თვალებით ამომხედაო და რომ გაუყარა თვალი თვალში. და შევიდა ეს. უცებო დაჯდა ეს ამას ყვება ეხლა 21 საუკუნის სასულიერო პირია. შევიდა და დაჯდა და რომ დაფიქრდა და სახე რომ გაიხსენა ამისი გამოიქცა. იმიტომ რომ იმ წუთში გამახსენდა რომ ქრისტემ შემომხედა. ანუ მისი სახე იყო ქრისტეს სახე, ანუ ნახე როგორი ის ქრისტე რომელიც მას რა თქმა უნდა წარმოდგენაში ჰქონდა და ვინ იყო, ვისი სახით იყო. დაგდებული აი ბოდიში რო იძახიან ხოლმე, ბომჟს რო იძახიან, ხო? წაქცეული დაგდებული ადამიანის სახე და რო ამომხედაო აი თვალებში სინათლე, სახე გაბრწყინებული ქონდაო. განა ისეთი რომ აი უჭუჭყიანი რო უნდა ყოფილიყო, გაბრწყინებული სახე ქონდა. და ამიტომ გამოიქცა, მაგრამ ვერ ნახა, აღარ იყო. და ის სასულიერო პირი იძახის მთელი ცხოვრება ეს იყო ჩემთვის გაკვეთილი. იმისა რომ მე ქრისტე უნდა ვეძებო ზუსტად აი აქ. აი ამ ადამიანს, აი ქრისტიანი უნდა გავხდე რომ ყველა ანუ ვაი თუ თქვენ ხო ქრისტიანები ხართ, ქრისტეს შემოსილები ხართ. ყველა ადამიანი ღვთის ხატი და მსგავსი, ანუ თქვენში უნდა ვხედავდე პატარა ღმერთებს, პატარა ქრისტეებს, პატარა ქრისტიანებს და ასე უნდა გექცეოდეთ და ასე უნდა გიყურებდეთ. რომ მე როდესაც მარადიულობაში წავსდგები, უფალი გეტყვის, მოდი, კურთხეულო მამისა ჩემისა, იმიტომ რომ შენ მე მიცნობ და მე შენ გიცნობ. იმიტომ რომ შენ ყველაში ხედავდი ქრისტეს და ამიტომ აქ ავარ, ვისაც ეძებდი.